გერგეთის სამება სტეფანწმინდის რაიონში მდინარე ჩხერის ნაპირას, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე მდებარეობს. ტაძარი მიმზიდველი კომპოზიციით საქართველოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია. ეკლესია და სამრეკლო მაღალი მთის წვერზე ისეა განლაგებული, რომ თერგის ხეობიდან შთამბეჭდავად იკითხება მყინვარწვერის ფონზე ტაძრის მკვეთრად გამოკვეთილი სილუეტები, რომლისთვის თვალის მოწყვეტა თითქმის შეუძლებელია. ხევის უმთავრეს სალოცავს, რომელიც ხშირად მთის თეთრ ღრუბლებსაა შეფარებული, თავისი მშვენიერების გამო უძველესი დროიდან ხევის პატარძალს უწოდებენ. გერგეთი იმითაცაა გამორჩეული, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ერთადერთი გუმბათოვანი ტაძარია. დღეისათვის ძველი მონასტრიდან შემორჩენილია გალავნით შემოსაზღვრული ყოვლადწმინდა სამების სახელობის გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და ტაძრის სამხრეთ ფასადზე მიშენებული მცირე ზომის საბჭეო. საბჭეოში მთის ძველი ჩვეულების თანახმად უხუცესთა საბჭო იკრიბებოდა, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტის ორგანო გახლდათ. სოფელი გერგეთი, აქ მაცხოვრებლები ეწოდებოდათ სამების ყრმები. მეფისგან ევალებოდათ ამათ ამ სიწმინდეების დაცვა და ესენი ომში არ მეყავდათ. ეს უნდა დაესვათ ეს სიწმინდეები. აქ წმინდანინო ჯვარიც იყო შენახული რამოდენიმე წლების განმავლობაში. თუ ისეთი შემთხვევა შეიქმნებოდა, რომ აქ მოაღწევდა მტერი, მაშინ ამ მყინვარწვერზე არის ბეთლემის გამოქვაბული და იქ უნდა შეენახათ, იქ უნდა აეტანათ ეს სიწმინდეები, რომ მტერი არ მიცნომოდა ამ სიწმინდეებს და არ გაენადგურებინა ეს. იცავდა ეს მოსახლეობა თვითონ. აქ მემატიანე გვაქვს შემონახულია, სადაც ნარიდადია ჩამოწერილი, თუ რომელი სოფლებიდან რამდენი კაცი უნდა გამოსულიყო ამ სიწმინდეების და სამების დასაცავად. ყოველი სოფელს გამოყოფილი ყავდა რამოდენიმე ადამიანი, რომ ეს მნიშვნელოვანი ტაძარი სალოცავია ხევში და ამ სიწმინდეებისთვის მზად იყვნენ, რომ თავი გაეწირათ ამას, გაეცვათ ეს ყველაფერი. ტაძარი სოფელ გერგეთის ტერიტორიაზე აიგო. მოგვიანებით სოფელმა ქვემოთ ჩამოინაცვლა, თუმცა მისი კვალი ძეგლის შორიახლოს დღესაც არის დარჩენილი. გერგეთელები უძველესი დროიდან წმინდა სამების ყმებად ითვლებოდნენ და ტაძრის მოვლა პატრონობის პატივი მათ ენიჭებოდათ. ხოლო მიმდებარე მიწები გერგეთის ყოვლადწმინდა სამების მამათა მონასტერს ეკუთვნოდა. თეიმურას ბაგრატიონის ივერიის ისტორია მოწმობს, რომ თავდაპირველად წმინდა სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული, ტაძარი მოგვიანებით აუგიათ. ტაძარი აშენებულია მე-13 საუკუნის ბოლო, მე-14 დასაწყისში. ააშენა გიორგი ბრწყინვალე. და ამ ტაძარს ესეთი დანიშნულება ჰქონდა, რომ ერქვა განცდა საცავი. შემოსევების დროს ყოველი სიწმინდე, რაც კი მისაწვდომი იყო, მოქონდათ აქ. ტაძარში არის პატარა გამოქვაბულები, 4 გამოქვაბულია. ეს შესანახი ამ სიწმინდეების და იქ ინახებოდა ეს სიწმინდეები. არსებობს ასეთი გადმოცემა. ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმინდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია. მეფენო ფურბერწი დაკალით და მისი მენჯის ნაწილი სოფლის ბოლოს დააგდეთ. მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო. მეფეები ასეც მოქცეულან. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ წმინდა სამების ნიში ააგეს. ფრინველი აქედან ჯვრის უღელტეხილზე ბიდარის მთაზე გადაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეთში ელგეშის ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია. ბოლოს წმინდა სამების მთაზე დაუგდია, რის შემდეგაც ამ ადგილზე ტაძრის საძირკველი გაუჭრიათ და დაწყებულა მშენებლობა. მის სასაგებად ხარებს ქვა ყანო ხურთისიდან ამოუტანიათ. ეს სოფელი ტაძრის მშენებლობის ადგილიდან 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მონასტრული ცხოვრება უფრო მყუდროებისკენ მიგითითებს და თვითონაც ამას ეძებს მონასტერში მცხოვრები ადამიანი, რომ აი სიმყუდროებში იყოს უფრო მეტად მის თავთან ახლოს იყოს
ეს იმას ნიშნავს, რომ ისწავთან რო იქნება ჩაღრმავებული უფლისძიებაში, უფლის მიახლოებაში არის. ძნელია კი რა თქმა უნდა ამდენი ტურისტებთან ყოფნა, შენიშვნების მიცემაც ესეც გრძნელდება, ეს ამის ყველაფრის დაბალანსება, მაგრამ ეს ჩვენი მორჩილება სხვანაირად ვერ აუვლიდგოთ. ზამთარი მკაცრია რა თქმა უნდა, არ გვიზნელდება ღვთისყალობით. განსხვავება არის ახლა ყინვების ადის მაგალითად 25 გრადუსი, 20 გრადუსი. არის ესეთი ამიდებიც. მას შემდეგ, რაც მთაზე ტაძარი აიგო და მამათა მონასტერი დაარსდა, ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ამ სიწმინდეს უკავშირდება. იქ, სადაც ხევის წარსულზე საუბრობენ, სამების ტაძარი მუდამ წინა პლანზეა წამოწეული, როგორც სიმდიდრე და სიამაყე, მოხევე ხალხისა და სრულიად საქართველოსი. წმინდა სამების დიდი წყალობაა, რომ გერგეთის ტაძართან აშენდა კელიები და 2004 წლის შემოდგომიდან სამონასტრო ცხოვრება აღსდგა. ტაძარი მოქმედია და წირვალოსვა მუდმივად აღესრულება. ბევრი ცნობები არაა ტაძრის შესახებ. ეს არ არის თავიდან ცნობილი როგორც მონასტერი ისე. ცნობილი არის ეკლესია, სოფლის ეკლესია რო ვთქვათ. აქ არაა მაინც კელიები, ან ცნობილი არ არის რომელი მამები მოღვაწეობდა, ან ნიკო წინამძღვრები, ან ბერები, ისინი ცნობილი არ არის. აი მყინვარზე ბეთლემის გამოქვაბულში მოღვაწეობდა წმინდა იოსებ მოხევი, საგურელთ მოქმედი 17 წლის განმავლობაში. სადაც იმ ბეთლემის გამოქვაბულში ინახებოდა ქრისტეს აკვანის ნაწილები და აბრაამის კარავის პატარა ნაწილები. შემდეგ ეს გადმოცემით წმინდა იოსებ მოხევი მერეკლე მეორე ჩამოუტანა საჩუქრად და ესეც დაკარგული ეს სიწმინდეები. მონასტრად დაარსდა 2004 წელს 23 ნოემბერს გიორგობას. გერგეთის სამება საშუალო ზომის ცენტრალურ გუმბათოვანი ნაგებობაა. ტაძრის გეგმა გარეს სწორკუთხედშია მოქცეული. მას ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ტაძრის ინტერიერში აშკარად იგრძნობა გუმბათის ყელისა და ქვედატანის პროპორციათა შეუსაბამობა. ზომებით ისინი ერთი-ერთზეა, რაც ეპოქის დამახასიათებელი ნიშანია. მსგავსი პროპორციულობა იმ პერიოდის სხვა ტაძრებზეც აღინიშნება. წინა პერიოდის სხვა არქიტექტურულ ძეგლებში გუმბათის დიამეტრის შეფარდება დანარჩენ ნაწილებთან გაცილებით ნაკლებია, თუმცა ტაძრის გუმბათი მაღალია, რომელზეც პროპორციის დაუცველად არის განლაგებული პატარა სარკმელები. გუმბათი პირვანდელი სახით არ არის შემორჩენილი. ის რაღაც მიზეზით დაზიანებულა და შემდეგ აღუდგენიათ. შიგნით გუმბათი თავიდან თლილი ქვით ყოფილა ამოყვანილი, ხოლო რესტავრაციისას გუმბათის კამარა მთლიანად აგურით აღუდგენიათ. გარედან კვლავ ძველი ქვები არის გამოყენებული. ტაძარი ასევე გამოირჩევა სამალავთა სიმრავლით და მის ყველა მონაკვეთს აქვს დიდი ან პატარა მეორე სართული. ფაქტობრივად ეკლესია ორსართულიანია და მისი მეორე სართული უცხოსთვის შეუმჩნევლად არსებულ საკმაოდ დიდ სამალავ სივრცეს წარმოადგენს, რაც ტაძრის თავდაცვით ფუნქციაზეც მიანიშნებს. ტაძრის ინტერიერს გუმბათის აღნიშნული 5 პატარა სარკმელის გარდა ანათებს ჯვრის ყოველ მკლავში მოთავსებული თითო სარკმელი. ამდენად შიდა სივრცისთვის სინათლის წყაროს აღნიშნული 9 სარკმელი წარმოადგენს, რაც ბუნებრივია, საკმაოდ მოზრდილი ტაძრის განათებისათვის საკმარისი არ არის.
თუმცა მკვლევართა მიერ ტაძარში ასეთი ამოღამება იმ პერიოდის არქიტექტურული სტილის გამოხატულებადაა მიჩნეული, როდესაც აიგო სამების ეკლესია. ეპოქის დამახასიათებელ ნიშნადაა ასევე მიჩნეული ტაძრის ფასადზე მორთულობის ნაკლებობა. მრავალ განსაცდელ გამოვლილ ხევის მოსახლეობას 60 წლიანი ანტირელიგიური ზეწოლის მიუხედავად ამ მხარის უმთავრესი სალოცავი უპატრონოდ არ მიუხვდია. ღვთისმოიმედე აქაური მოსახლეობა ფარულად პატრონობდა ტაძარს და უძველეს ტრადიციებსაც ერთგულად ემსახურებოდა. ჩრდილო კარიბჭიდან საქართველოს უპირველეს დამცველ სალოცავში გერგეთის სამებაში ღვთისმსახურება კვლავაც აღესრულება. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან საეკლესიო დღესასწაულზე ჩამოსულ მომლოცველთა სიმრავლე დღემდე არ წყდება. მონასტრული ცხოვრების წესი ტიპიკონი დილას 6 საათზე იწყება ლოცვა შვაღამიანი და ცისკარი. შემდეგ 10 საათზე არის ტრაპეზი. მანამდე შუალედში პირადი კანონები შესრულება თუ პირადი შრომა რასაც ითხოვს ყოველივეს. ტრაპეზის მერე შრომა. უფრო მეტად ზაფხულში ამ ტურისტებით ვართ დაკავებული, რომ უვლით ამ ტაძარს რამე არ მოხდეს, ან რაღაც ამდენი ხალხი მოდის მომლოცველი და ეს უფრო საყურადღებოა. და ამასთანავე თუ რამე შრომა გამოჩნდება იქ, გვაქვს პატარა სკიტი, პატარა მონასტერი, სადაც გვითესია კარტოფილი, ბოსტანი. კომუნისტური მმართველობის ხანაში საქართველოში სრულიად ჩაგვდა სულიერი ცხოვრება. ჩვენში სარწმუნოების აღორძინება და ბერმონაზნური ცხოვრების გამოღვიძება მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების შემდეგ დაიწყო. მისმა უწმინდესობამ 1980 წლის 16 ივლისს გერგეთის სამებაზე წირვა აღავლინა და ამ დღეს სიყვარულის დღესასწაული უწოდა. მას შემდეგ სრულიად საქართველოს ზეიმობს გერგეთის სამებობას.